ჩვენ საბოლოოდ გვაქვს მტკიცებულება, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუ აკონტროლებს დონალდ ტრამპს მის 60 წუთის ინტერვიუში. ის უბრალოდ გვაძლევს ყველა იმ მტკიცებულებას, რომელსაც ველოდით, რომ მას ტრამპის ხელზე აქვს ხელი მოჭერილი და ტრამპი პირდაპირ ყველაფერს აკეთებს, რასაც ეს კაცი სთხოვს. ვიცით, რომ ის მხოლოდ ცდილობს აიღოს ამერიკიდან და აკონტროლოს იგი როგორც ის ებრაელი, როგორიც არის. მოდით ვნახოთ, რა მოხდა ამ დაუჯერებელ 60 წუთის ინტერვიუში. ჭერათ რომ დროა ისრაელის სახელმწიფომ გადახედოს და შესაძლოა თავიდან განსაზღვროს თავისი ფინანსური ურთიერთობა შეერთებულ შტატებთან. ანუ ის, რასაც შეერთებული შტატები ყოველწლიურად აწვდის ისრაელს. დიახ, ასე უნდა იყოს. დროა რომ ისინი უფრო მეც მოგცენ, რომ ჩვენ ავიღოთ ამერიკელი გადასახადის გადამხდელების თითოეული დოლარი, თითოეული ცენტიც კი. აი ამას ელით რომ ისი თვის. აბსოლუტურად. ეს პრეზიდენტ ტრამპსაც უთხარი. ეს ჩვენს ხალხსაც უთხარი. ისინი გაუცდნენ, მაგრამ მე ვუთხარი, ნახეთ. რას გულისხმობთ, რას ამბობთ? მინდა ამერიკული ფინანსური მხარდაჭერა სამხედრო თანამშრომლობის ფინანსური კომპონენტი ნულამდე დავიყვანო. ნული? გინდათ რომ ამერიკასგან ნული მიიღოთ? გონიათ რომ ამერიკაზე დამოკიდებულება თქვენთვის კარგი არ არის და ეს არ გაინტერესებთ? არა. ნუ გამიკეთებ ამას ბენიამინ ნეთანიაჰუ. ნუ გააკეთებ ამას. იმიტომ რომ ჩვენ წელიწადში 3.8 მილიარდ დოლარს ვიღებთ და ფიქრობ დროა რომ დარჩენილ სამხედრო დახმარებაზე უარი ვთქვათ. შეგიძლიათ ვადები მითხრათ? თქვენ მოდით ახლა დავიწყოთ და ეს შემდეგი 10 წლეულის განმავლობაში, მომდევნო 10 წლის განმავლობაში გავაკეთოთ, მაგრამ მინდა რომ ახლა დავიწყოთ. არ მინდა შემდეგ კონგრესს დაველოდო, მინდა რომ ახლა დავიწყოთ და იცით შეიძლება ძალიან სწრაფად შემცივდეს. დიახ, შეიძლება. მოდი ამაზე ცოტა ვისაუბროთ, კარგი? იმიტომ რომ მედია გატყუებდათ. სხვათაშორის მოგესალმებით გადაცემაში Pushback-ი, მე ირა ქეი ვარ, თქვენი წამყვანი. დარწმუნდით რომ გამოიწერთ არხს და გააზიარებთ ამ ვიდეოს, რათა მეტი ადამიანი გაიგოს ამის შესახებ. მაგრამ მედია ტყუის და ქმნის იმიჯს, თითქოს ისრაელი უბრალოდ სისხლის მსმელი, ფულის მოყარული ქვეყანაა, რომელიც ამერიკელებს რაღაცას ართმევს. ეს სინამდვილეში არ არის სიმართლე. ამერიკაზე დამოკიდებულება ისრაელისთვის არც ერთ შემთხვევაში არ ყოფილა დადებითი. და როდესაც ისრაელი იზრდება და აძლიერებს თავის ეკონომიკასა და სამხედრო შესაძლებლობებს და როცა უფრო მეტი ამერიკელი უპირისპირდება ისრაელს, რაც მათთვის ძალიან სულეგურია, ისრაელი აცნობიერებს, რომ სინამდვილეში სურს დამოუკიდებლობა და შეუძლია იყოს დამოუკიდებელი. იცი ვის არ აინტერესებს ასე ძალიან ისრაელის დამოუკიდებლობა? გავიგვირდება, რადგან ამას მედია არასდროს გეტყვის, მაგრამ ეს ამერიკელები არიან. რადგან ამერიკა ძალიან ბევრს იღებს ისრაელის დამოკიდებულებიდან. ის აკონტროლებს, რას შეძლებს ისრაელის სამხედრო თვალსაზრისით. ის იღებს უზარმაზარ რაოდენობას სადაზვერვო ინფორმაციასა და კვლევებს, რომელზეც სხვაგვარად ცდომა არ ექნებოდა. და რაც ყველაზე მთავარია, ამ შეთანხმებით ეკონომიკურადაც სარგებლობს, რადგან ისრაელი თავის სამხედრო აღჭურვილობას ან უმეტეს ნაწილს სხვაგან არ ყიდულობს. ის ფული, რომელიც ისრაელში მიედინება, შემდეგ ისევ ამერიკელ გადასახადის გადამხდელებს, ამერიკულ სამუშაოებსა და ამერიკის ეკონომიკაში ბრუნდება. მაგრამ უმეტესმა ადამიანმა ეს არ იცის, რადგან რატო უნდა გაამახვილო ყურადღება ფაქტებსა და ინფორმაციაზე, როცა შეიძლება სწრაფად დაასკვნა, რომ დიახ, ისრაელი უბრალოდ საშინელია ამერიკისთვის. ეხლა ეს ინტერვიუ გადადის სხვა საინტერესო ნაწილებზე და საკითხებზე, რაზეც უნდა ვისაუბროთ, მოდით სწორედ ამას გავაკეთებთ. ვგულისხმობ, მოდით ვისაუბროთ საერთო მტრებზე. არა რომ ისრაელი ჩინეთის მტერია კონკრეტულად, მაგრამ ამერიკელებს განსაკუთრებით არ უყვართ ჩინელები და კომუნისტური იდეალი. ეს ის რაღაცა არის, რისთვისაც ისინი მრავალი წლის განმავლობაში იბრძოდნენ და აღმოჩნდა, რომ ირანი ამ ყველაფრის ერთგვარ საბრძოლო ფრონტად იქცა. რა თქმა უნდა, ირანის მთელი ეს თემა ამერიკელების უმეტესობას, ვინც ამ საკითხში განათლებული არ არის, ისე ეჩვენება თითქოს ეს ისრაელის ომია, რომელშიც ამერიკა ჩათრეულია. სამწუხაროდ, საქმე ასე მარტივად არ არის და გეოპოლიტიკა შეიძლება ბევრად უფრო რთული იყოს, ვიდრე ზოგიერთ დახვეწილ გონებას შეუძლია გაიგოს. მაგალითად, ნავთობის უზარმაზარი გავლენა, მაშინ როცა ირანი არასტაბილურია და ის ფაქტი, რომ ირანი ტერორიზმის ცენტრია მთელ მსოფლიოში, რომელიც არა მხოლოდ სპარსეთის ყურის ქვეყნებს, არამედ ამერიკულ ბაზებს ყველგან და ევროპასაც ესხმის თავს, ეს არის საფრთხე. და ისრაელი ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც მზად არის საკუთარი თავის საფრთხეში ჩააგდოს, რომ რაღაცა გააკეთოს ამ საკითხზე და მხარი დაუჭიროს ამერიკას მის ომში. მაგრამ არ არსებობს გზა, რომ ისრაელი და ამერიკა უბრალოდ ნორმალური მოკავშირეები იყვნენ. ისრაელი აუცილებლად უნდა იყოს პრობლემა. მოდით ამას ერთი წამით შევხედოთ. მინდა გითხოთ, რა იცით იმის შესახებ, რომ ჩინეთი მატერიალურად მნიშვნელოვან სამხედრო დახმარებას უწევს ირანის რეჟიმის ნარჩენებს? მართალია?
ჩინეთმა გარკვეული მხარდაჭერა გაუწია რაკეტების წარმოების კონკრეტული კომპონენტების ხრის მხრივ. მაგრამ ამაზე მეც ვერ ვიტყვი. ეს გაწუხებთ? სინამდვილეში ეს არ მომეწონა. რადგან როგორც ჩანს, ის ამას ახლა აკეთებს. შეიძლება, არ მინდა ჩინეთის სახელით ვილაპარაკო, არც თავად მინდა ვილაპარაკო. მაგრამ შენ ამას თვალყურს ადევნებ. ხო, იცი, როგორც არის. მაგრამ საჯაროების შემთხვევაში პირის დახურული მაქვს. ეს მომწონს, ის შესანიშნავია. რატომ? იმიტომ რომ ისრაელს ჩინეთთან კარგი ურთიერთობა აქვს, მაგრამ ეხლა თქვენ უნდა იკითხოთ, გარდა იმისა, რომ ეს დიპლომატიის შედევრია და ძალიან კარგად გაუმკლავდა, რომ ისრაელსა და ჩინეთს შორის არ შეექმნათ დიდი უთანხმოება. რატომ არის, რომ ჩინეთი, რომელიც გარკვეულწილად ამერიკის მტერია, აფინანსებს ისლამურ რესპუბლიკას? ისრაელი და ჩინეთი კარგ ურთიერთობაში არიან. შვიდად ვართ, იქ კარგი ურთიერთობა გვაქვს. ცოტა უცნაურია, მაგრამ შვიდად ვართ. მაშ, რატომ უნდა აფინანსებდნენ ისინი ისლამურ რესპუბლიკას? მიზეზი ძალიან მარტივია, ძვირფასო, იმიტომ რომ ჩინეთსაც უნდა ამერიკის დასუსტება. აღსანიშნავია, დაფიქრება ცხირს. კიდევ ერთხელ, შეიძლება ყველაფერი ცოტა უფრო რთული და ნიუანსიანია, ვიდრე დაგაჯერებენ. ნახე, დასრულდება ეს ომი. არ ვიცი. ძალიან მინდა რომ დასრულდეს, მაგრამ სამწუხაროდ, სანამ ისლამური რესპუბლიკა არ დაეცემა, ეს არ მოხდება. და შეგვიძლია გაბრაზდე რამდენიც გინდა, მაგრამ მეც უბრაზდები ტერორიზმზე. ჩვენ ყველანი უნდა უბრაზდებოდეთ ტერორიზმზე. და ჩვენ ასევე უნდა შეგვეძლოს იმის გარჩევა, რა არის რეალურად ტერორიზმი, იმის ნაცვლად, რომ უბრალოდ ვიქნეთ манипуляციის მსხვერპლი სულელური მედიისგან, რომელიც ცდილობს დაგაჯეროს, რომ ეს ადამიანი უფრო დიდი პრობლემაა, ვიდრე ისლამური რესპუბლიკა. ირანთან ომი დასრულდა და თუ არა, ვინ გადაწყვეტს როდის დასრულდება? ფიქრობ ამან ბევრი რამ მიაღწია, მაგრამ ომი არ დასრულებულა, რადგან ჯერ კიდევ არსებობს ბირთვული მასალა, გამდიდრებული ურანი, რომელიც ირანიდან უნდა იქნას გატანილი. ჯერ კიდევ არსებობს გამდიდრების ობიექტები, რომლებიც უნდა დაიშალოს. ჯერ კიდევ არსებობს ირანის მიერ მხარდაჭერილი პროქსი ჯგუფები, მათი ბალისტიკური რაკეტები, რომლის წარმოებაც კვლავ სურთ. ეხლა ჩვენ ბევრი რამ შევამცირეთ, მაგრამ ეს ყველაფერი ჯერ კიდევ არსებობს და სამუშაო კიდევ დარჩენილია. როგორ წარმოგიდგენიათ, როგორ იქნება ირანიდან მაღალგამდიდრებული ურანის გატანა? შედი და გამოიტანე. რით? ისრაელის სპეციალური ძალებით, ამერიკის შეერთებული შტატების სპეციალური ძალებით. კარგი სამხედრო საშუალებებზე არ ვისაუბრებ, მაგრამ პრეზიდენტმა ტრამპმა მითხრა, მინდა იქ შევიდე. და ფიქრობ ეს ფიზიკურად შესაძლებელია. ეს არ არის პრობლემა. თუ გაქვს შეთანხმება და შედიხარ და იღებ მას, რატომაც არა? ეს საუკეთესო გზაა. რა მოხდება თუ შეთანხმება არ იქნება? მისი ძალით გამოტანაც შეიძლება. აქ ის დეტალურად ახსნის, როგორ და რატო და აიძულებენ ამერიკელ ჯარისკაცებს წავიდნენ და იბრძოლონ ამ ომში. გახსოვდეთ, აი ეს არის პრობლემა. ირანი, ისლამური რესპუბლიკა, ისინი ამბობენ ისეთ რამებს, როგორიცაა სიკვდილი ისრაელს. მაგრამ იცით კიდევ რას ამბობენ ისინი? ისინი ამბობენ სიკვდილი ამერიკას. და იცით რას აკეთებენ ადამიანები, რომლებსაც აქვთ ბირთვული იარაღი და გეგმავენ მისი გამოყენებას, მას შემდეგ რაც საჯაროდ აცხადებენ, ვის მოკლასაც აპირებენ? ისინი იყენებენ ამ ბირთვულ იარაღს იმ ადამიანების მოსაკლავად. ასე რომ, როცა ისრაელი ბირთვული იარაღის დაიბომბება, გამოიცანით, ვინ იქნება შემდეგი? ამერიკა. ხო, მარტივად და პირდაპირ. ეს არ არის რთული, მეგობრებო, ეს არ არის რთული საკითხი, ეს არ უნდა იყოს რთული. ეხლა ის მიზეზი, რის გამოც ისრაელი ამ ომის წინა ახაზზეა და რის გამოც ამერიკელებს ეს უფრო აწუხებთ, არის ის, რომ ისრაელმა საკუთარ თავზე გამოცადა, რას ნიშნავს, როცა ისლამურ რესპუბლიკას რეალურად აქვს ამის შესაძლებლობა. და როცა ვამბობ ისლამურ რესპუბლიკას, გულისხმობ ჰამას, რომელსაც ისინი აფინანსებენ. ეს გამოცდილება თითოეული ისრაელელისთვის გარდამტეხი იყო და მთლიანად შეცვალა იმის გააზრება, თუ რატომ არის ეს კონფლიქტი მნიშვნელოვანი. იცით, ბატონო პრემიერ-მინისტრო, თქვენზე არსებობს შთაბეჭდილება, რომ თქვენში კონფლიქტისადმი გარკვეული წყურვილი იგრძნობა, რომელსაც ხალხი ამჩნევს. სასაცილოა, ხო იცით? რადგან წლების განმავლობაში 7 ოქტომბრამდე ასე მიჩნეული ვიყავი. მე მიჩნეული ვიყავი ალბათ ყველაზე თავშეკავებულ პრემიერ-მინისტრად ისრაელის ისტორიაში. მე მიმიჩნევდნენ, იცით, პოლიტიკურად, მკაცრად, მაგრამ სამხედრო თვალსაზრისით ძალიან თავშეკავებულად. ცხადია, ეს შეიცვალა 7 ოქტომბერს, რადგან ისინი აპირებდნენ ჩვენს განადგურებას. მე არ ფიქრობდი, რომ ეს უბრალოდ ჰამასის თავდასხმა იყო. მე ეს დავინახე, როგორც იყო ირანის ღერძის თავდასხმა, რომელიც ცდილობდა ჩვენს განადგურებას სიკვდილის მარწუხებით. და ომის მეორე დღეს თქვი, ჩვენ შევცვლით ახლო აღმოსავლეთს. ჩვენ შევცვლით ამ მდგომარეობას, სადაც ისინი ერთიანდებიან ჩვენ წინააღმდეგ და ფიქრობენ, რომ გაანადგურებენ ერთადერთ ებრაულ და მე უთხარი ისრაელის მოქალაქეებს, არც თქვენს დროს. აი ასეა, მეგობრებო, მარტივი და ადვილი.
თუ თქვენ ამერიკელი ხართ, რომელსაც აქვს ლოგიკურად აზროვნების უნარი ან სინდისი, გაიგებდით, რომ ახლო აღმოსავლეთიდან მომდინარე საფრთხე არის საფრთხე მთელი მსოფლიოსთვის და არა მხოლოდ ისრაელისთვის. ისრაელმა სამწუხაროდ ეს პირველმა გაიგო. მადლობა ღმერთს, რომ ამერიკის მთავრობაში არიან ადამიანები, რომლებიც ასევე ხვდებიან და აცნობიერებენ, რომ ეს რეალური პრობლემაა, რომ ახლო აღმოსავლეთში ცვლილებებია საჭირო. ისლამური რესპუბლიკა ადამიანებს ჯის სიკვდილით. მათ შეუძლიათ გადაანაწილონ ნავთობი, დააზიანონ ეკონომიკა, შეაჩერონ ვაჭრობა და ეს ყველაფერი თითქოს ჩვეულებრივად უნდა გაგრძელდეს და ნორმად იქცეს, მაშინ როცა ისინი ბირთვულ შესაძლებლობებს იძენენ, რათა კიდევ უფრო მეტი ქაოსი შექმნან მსოფლიოში. ნუ იქნები სულელი, ხო გესმის? უბრალოდ შეწყვიტე სისულელე. არ არის აუცილებელი, რომ ნეთანიაჰუ მოგწონდეს. არ არის საჭირო. მართლა არავის აინტერესებს მოგწონს თუ არა ის. მაგრამ მაინც ნუ დაამტკიცებ, რომ სულელი ხარ. გმადლობთ, რომ ამ საკითხს ყურადღება მიაქციეთ.